დილამშვიდობის საქართველოს დღეს 16 დეკემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. რამდენიმე საათში ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს. ნიდერლანდებშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ პირადად მიიწვია. ოფიციალური თბილისი დღეს ხელს მოაწერს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამაარსებელ კონვენციასაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩადენილი საერთაშორისო და აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს. ბერლინში ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერიტორიების საკითხზე კიევს და ვაშინგტონს ამ დრომდე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკის მხარის მიერ გაჟღერებული მოთხოვნა ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით რეალურად რუსეთის მოთხოვნა. მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა, თქვა, რომ ცოტა ხნის წინ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს საქმე კარგად მიდის და რომ უკრაინაში მშვიდობა ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე. ტრამპი BBC-ს წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელ სასამართლოში უჩივის. ცილისწამების ბრალდებით სარჩელი დონალდ ტრამპმა მაიამის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა ზიანის კომპენსაციის მიზნით კი ის $5 მილიარდ ითხოვს. ამერიკის პრეზიდენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ დოკუმენტური ფილმი, რომელშიც BBC-მ ტრამპის სიტყვით გამოსვლა დაამახინჯა არჩევნებში ჩარევას და შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურებოდა. სიტყვების დამახინჯებისთვის ვუჩივლებ BBC-ს. ისეთი რამ მათქმევინეს, რაც არასდროს მithქვამს. ფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ან რაღაც მსგავსი გამოიყენეს. ამის გამო სარჩელს შევიტანთ. საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც 6 იანვართანაა დაკავშირებული. რაც მე არასდროს მithქვამს. ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რომელიც მე ვთქვი, პატრიოტიზმზე და ყველა კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე, ეს ყველაფერი არ გააშუქეს. ამას ყალბი ამბავი ეწოდება. საქართველოში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება. შესაბამისი ცვლილებები შედის საბაჟო კოდექსში. ცენტრთან ერთად შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფებიც. მმართველ გუნდში ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური უნდა იყოს კონტროლი. საქართველოს თავის ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ გზას და ხშირად ეს ტრანზიტი ასევე არ იმცდელობა იქნეს გამოყენებული არა კეთილი მიზნებით და საქართველოს იქნეს გამოყენებული ან ნარკოტიკების გადატანის შემოტანის ადგილად და ასე შემდეგ. იმისთვის რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი იყოს მაქსიმალურად დაცული, იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც საბაჟო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებისა, რომლებიც ერთობლივად მაღალი ხარისხით შეძლებენ აი ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას, გაკონტროლებას შემოტანილი ტვირთებისა. მიმდინარე კვირას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ მხარს კანონ-პროექტს, რომელიც ეხება იმ არასრულ წლოვნებს, რომლებმაც კანონ-საწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. მათთვის სიახლე მოზარდთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. 19 გვერდიანი დოკუმენტი მმართველი გუნდის განმარტებით გერმანული მოდელის ანალოგია. ასევე გუშინ ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დანაშაულში ჩაბმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება. პრობლემას ვაღიარებთ იმას, რომ ეს არის დიდი გამოწვევა. ჩვენ აქ ხედავთ ძალიან ბევრ რისკს, სანამ ეს კანონი არ მიიღებს ისეთ ფორმას, რაც საბოლოო ჯამში იქნება დააზღვევს ჩვენს ახალგაზრდების მათი სამომავლოს თუ კრიმინალიზაციისგან და მათი გარიყვისგან საზოგადოებისგან, იქამდე ჩვენი მხარდაჭერა არ იქნება. მინდა რომ ის ადამიანები, ვისი მსხვერპლებით აღმოჩნდებიან ხოლმე 14 წელს მიუღწეველი ბავშვები, პრაქტიკულად აღარ იყვნენ იმ შესაძლებლობებში, რომ მათ მიეძებნათ
მიეცეთ ამის საშუალება, რომ წაახალისონ 14 წელს მიუღწეველი ბავშვები დანაშაულისთვის. ასეთ ტიპის ბავშვის აღზრდა მოხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ და თან ისე, რომ სოციუმში ეს ბავშვები გაიზარდონ ისე, რომ სამომავლოდ აღარ გქონდეთ არანაირი სურვილი დანაშაულის ჩადენის. კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც მიმდინარე კვირაში დაუჭერენ მხარს საარჩევნო კოდექსს ეხება. კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. სიახლის მიხედვით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მმართველი გუნდი თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება. ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციისთვის. ეს არის პრაქტიკულად ახალი საარჩევნო კოდექსი, იმიტომ რომ ძველი კოდექსი პრაქტიკულად უქმდება და ეს ცვლილება, რომელიც ეხება საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვას, ხო ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, ერთ-ერთი ოღონდ მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა ამ ცვლილების გარდა მან არის ძალიან ბევრი ისეთი ცვლილება, რომელიც სამართლიან და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ყოველად მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები იცვლება და მათ მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლა მონაწილეობისთვის, ისინი ამას ძალიან გააზრებულად და პასუხისმგებლობით უყურებენ და რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ემიგრანტების ხმათა რაოდენობა არის მინიმალური პროცენტი საერთო ჯამურ რაოდენობაში, აცლის ოპონენტებს არგუმენტს, რომ თითქოს ეს იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება. ასევე მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე მხარს დაუჭერენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საბოლოოდ გაუქმებას. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია მომავალი წლის 1 იანვრიდან ჩანაწერში აღარ იარსებებს. აღნიშნული სტრუქტურის თავის დროზე ჩამოყალიბების გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს მმართველი გუნდი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ესე იგი ეს ანტიკონსტიტუციური რეგულაცია გაგვეუქმებინა და არანაირი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია არ უნდა არსებობდეს საქართველოში, წარმოუდგენელია მით უმეტეს ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ეს ნაბიჯი იქნა გადადგმული. წერტილი დაესვა საბოლოოდ აი ამ ნაცბანდის, დამნაშავეთა მიერ აი ამ გადადგმულ ნაბიჯს, რომელმაც პრაქტიკულად ხელფეხი გაუხსნა ამ საოკუპაციო რეჟიმს იმისას, რომ შემოეფარგლეთ, შემოესაზღვრათ და რაღაცა ესეთი საზღვრები დაეწესებინათ შუაგულ საქართველოში. ატმოსფერული ჰაერი ამ თემაზე საჯარო სკოლებში საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრები ჩატარდა. ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრია. მიზანი კი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრაზე ისაუბრეს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებზე და მისი შემეცნებისკენ მიმართულ პრაქტიკულ მიდგომებზე. მოვიცავით 5 საჯარო სკოლა და მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია სუფთა ჰაერთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრებს ჰქონდა საკმაოდ ინტერაქციული ხასიათი, არის ძალიან დიდი ინტერესი და მომავალშიც გეგმავთ ჯანსაღ ცხოვრებასთან, სუფთა ჰაერთან და გარემოს დაცვით საკითხებთან ცნობიერების ამაღლების კამპანიებს როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. მოსწავლეებმა მიიღეს ძალიან დიდი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და კერძოდ 2025-23 წლების გეგმას ცენტრალური ზონისთვის ფარგლებში. ჩატარებული შეხვედრაში ჩვენ იმდენი ინფორმაცია მივიღეთ ამ შეხვედრაზე, რომ ბავშვები გამოიყენებენ სხვადასხვა აქტივობებში. დედოფლის წყაროში საახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ განათდა. 15 მეტრიანი ნაძვისხე ქალაქის მთავარ სკვერში დამონტაჟდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საახალწლო დეკორაციებით და ილუმინაციებით მოერთო ცენტრალური ქუჩებით. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დღეს მოვედი, რომ მე ნახა ნაძვისხის ანთება და მე ვარ ახლა მოსულ ჩემს მეგობრებთან ერთად და ყველას გილოცავთ ამდენ შობა ახალ წელს. როგორც ხედავთ, ღიარულობა ყველას უხარია, დიდსაც, პატარასაც, უამრავმა დედოფლის წყაროელმა მოიყარა თავი და მინდა ჩემს საყვარელ დედოფლის წყაროელებს და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი და ბედნიერება ვუსურვო. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2 წერტილი ჯიმე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9-ს.